საქართველოს უძლეველია. საქართველოს ვერავინ დაამარცხებს. მენი შემართება. მენი ერთობა არის ამის ნამდვილი გარანტია, მეგობრებო. ერი გარანტია ჩვენს გარშემო. ერთი მუჭა ავანტურისტები ჩვენ ვერ დაგვაკლებენ ვერაფერს. მაგრამ მეგობრებო, ის ავანტურისტები ქართველებია საუბედუროს. და ჩვენი ზნეობრივი ვალია ვიხსნათ ისინი. არც ერთი ქართველი არ უნდა დავანებოთ კრემლის სატანას. ყველა ჩვენ ბანაკში უნდა გადმოვიყვანოთ. ყველა ჩვენთან უნდა დადგეს. ყველა ქართველი შვიდობიანად ერთი ქართველის გარეშე, ერთი ტყის გარეშე შვიდობიანად მივიდეთ, შთავაგონოთ, ბორცს მოვიყვანოთ. თელმა ერმა უნდა მოიცხოვოთ, მეგობრებო. თელმა ერმა უნდა მოსთხოვოთ მათ იარაღის დახრა და საქართველოს ხარაზე გადმოსვლა. აი ამისთვის შევიდივართ დღეს. მეგობრებო, ერთის მხრივ ბედნიერება ასეთი უჩქო ოპოზიცია გვყავს. მეთი რომ გაუწყრებო პირველად ჭკუას გამოაცნისო, რამას როლინათის ზარბაზანი გუშინიმად. ამით განამ მთელ საქართველოს არ დაანახეს თავიანთი უგუნურობა, არ დაანახეს თავიანთი ანტიხალხური და ანტიეროვნული სახე. ეს იყო უდიდესი პოლიტიკური კატასტროფა მათთვის, მეგობრებო. ზოგიერთ გონია რომ იარაღი რამე ძალას წარმოადგენს. იარაღი უძლურება, მეგობრებო. ძალა არის ზნეობა, ძალა არის სიმართლე, მორალი. ზარბაზნები და ტოპები არაფერი ძალა არ არის. აქ ატომური ბომბი არ არის, არავის არის ძალა. აგერ საბჭოთა იმპერიის მაგალითად არამედ. შეიარაღება უდიდესი და უძლიერესი და უსუსტესი არის ზნეობრივი მორალური და პოლიტიკურ გვამად იქცა კრემლი. მიუხედავად იმისა, რომ უდიდესი შეიარაღებაა. შეიარაღება ვის უშვენით? თუ ღმერთი არ მფარველობს, თუ სიმართლე არ არის მის მხარეზე. ეს არ ესმით ამ უბედუროს პირობებს. მაჰათმა განდი ინდოეთის ლიდერმა ისე განთავისუფლდა ინდოეთი, ერთი ჯაყვა არ ქონია, ჯაყვა. არათუ თოფი. ერთი დანა არ ქონია აქ მას, აქ მთელს მის მოძრაობას. შვიდობიანი პოლიტიკური ბრძოლით, შვიდობიანი მანიფესტაციებით, შიმშილობებით, შვიდობიანი აქციებით განთავისუფლეს ინდოეთი და დაამარცხეს ინგლისის კბილებამდე შეიარაღებული იმპერია. ასე დაამარცხეს ჩვენ საბჭოთა იმპერია, მეგობრებო. ასე დაამარცხეს ჩვენ იარაღის გარეშე დაამარცხეს. ასე დაამარცხეს ფუჩისტებთან, კრემლის ფუჩისტებს ასე დაამარცხეს. იარაღის გარეშე. ჩვენი ზნეობრივი ძალით, ჩვენი სიმართლით დავამარცხებთ ჩვენ მას. ისე დავამარცხებთ, რომ ისინი კი არ დამარცხებიან, ჩვენთან ერთად გაიმარჯვებენ ისინიც. აი ასე დავამარცხებთ. სიყვარულით დავამარცხებთ ჩვენ მას. ისინი ჩვენ დღეს ვესწრიათ, ჩვენ ყვავილები ვესმოდოთ და აი იმით დავამარცხებთ. იმით დავამარცხებთ. უკვე პირველი ნიშნები, მეგობრებო. უკვე პირველი ნიშნები, ჩოლოყაშვილის საზოგადოება მოვიდა ბოლოს. ასევე მოვა მრავალი ბატალიონი, უკვე გვაქვს სამიცნობა. უკვე გვაქვს ცნობები. მრავალი ქართველი უკვე იქ, უკვე დაფიქრდა. არ სურს კრემლის ავანტიროში მონაწილეობის მიღება. მიხვდა ვინ მართავს ამას ყოველივეს. უკვე მზად არიან ჩვენ ხალხზე გადმოსასვლელად და გადმოდიან კიდევაც წელიწადად.
საქართველოში მთელ თბილისში უნდა გაიმართოს აი ესეთი მრავალათასიანი მანიფესტაციები, მიტინგები, რევოლუციები, იერარქიის დახრა პირველი პირობა, უკანონო შეიარაღებული ფორმირების დაშლა და შემდეგ მათი შეწყალება. მეტი სხვა არავით არის გამოსავალი არ არის, მეგობრებო, და დავიწყოთ ეს საქმე, დავიწყოთ ეს დიდი საქმე, გავუვარდოთ შენ დიდ საქმეს, გავუვარდოთ საქართველოს. საქართველო